მოგესალმებით, თქვენ უყურებთ იურიდიული ფირმა Lowline-ის პოდკასტის პირველ ეპიზოდს. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ იურიდიული ფირმა Lowline-ის წინამორბედი ორგანიზაცია ალტერნატიული იურისტთა ასოციაცია, რომელიც 8 წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარჩვევების ამაღლებაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც ჩვენი იურისტები მარტივად და გასაგებად განიხილავენ იმ შემთხვევებსა და საკითხებს, რაც თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გაწუხებთ. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი ფირმის ასოცირებული იურისტთან გიორგი გიგიანთან ერთად განვიხილავთ ორ ძალიან მნიშვნელოვან თემას. ესენია ბოლო დროს ძალიან აქტუალური თემა ქონების გადასახადზე და ასევე მემკვიდრეობის საკითხები. ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ. მოგესალმები გიორგი. სალამი, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში რა ვიცი, მსმენელსაც რა უთხრათ, ეს ჩვენი პირველი მცდელობა, რომ ეს პოდკასტი ჩავწერო და შეიძლება რაც ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს აინც როგორც გვინდოდა. მით უმეტეს რაც ვიცი დღევანდელი სალაპარაკო თემები რაც შევარჩიეთ, დრო ვერ ამოვწურავთ, მოკლედ 1 საათი გვაქვს გათვლილი რაღაცა პირველი საპილოტე ეპიზოდისთვის და დიდი ალბათობით გაგვიჭირდება რა ხა თავიდან ბოლომდე ამ პრობლემებზე ვისაუბროთ. თუმცა, აი შემდგომში რაღაცა თქვენს რო გესმოდეთ, როგორი ფორმატის შექმნის იდეა გვაქვს, ეს არის რომ გამოგვიზრუნოთ უშუალოდ თქვენ რა პრობლემა გაქვთ, ანუ სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ უშუალოდ თქვენი საქმე რომ მოგვიყვეთ და ჩვენ ვიმსჯელებთ პოდკასტის განმავლობაში, ანუ ეს არ იქნება რაღაცა ისეთი იურიდიული რჩევა, რომელსაც ძალა აქვს და ესე იგი რაც თქვით, უეჭველად ეგრე არის, ანუ გვინდა რომ რაღაცა მსჯელობის ფორმატი ქონდეს, სადაც საინტერესო შემთხვევებს გამიხილავთ და პირველად მოსაზრებას ვიტყვით, რომ აი ესე ხომ არ ჯობს, ან ისე ხომ არ ჯობს, ანუ ამას ხო მნიშვნელობა აქვს, ის კანონი ხო გახსოვს, იქ ის წერია და ასე შემდგომ. რაღაცა ესეთი იდეა გვაქვს ამ პოდკასტის გარშემო, თუმცა ხო პირველ პოდკასტზე რაღაც ისეთი გამოხმაურებები იყო, რომ მესმის რაღაცა აქტუალურობიდან გამომდინარე უფრო იხელმძღვანელა ხალხმა ვილაპარაკებთ ამ თემაზე, ვეცდებით რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ, მე ბევრი ინფორმაცია მოგაწოდოთ და სხვა დროს უკვე ფორმატის მიხედვით უკვე განვიხილავთ უშუალოდ თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს და რა თქმა უნდა კონფიდენციალურად არჩება თქვენი ინფორმაცია, ანუ რომ მოგწერთ რა ესეთი და ესეთი პრობლემა აქვს, თქვენს სახელს რა თქმა უნდა არ გავაჟღერებთ, რაღაცა ნაცვალ სახელებით ან რაღაცა მოგონილი სახელებით ვისაუბრებთ ამ საქმეებს. ხო, იყო შემთხვევები, როცა Facebook გვერდზე კომენტარების სახით დაწერეს თავისი პრობლემა და იქიდან ამოვარჩიეთ, თქვათ ერთ-ერთი საკითხი, მაგრამ ამას გარდა შეგიძლიათ ლიდების ან მითითებული ლინკის ან პირადი შეტყობინების საფუძველზე გამოგვიგზავნოთ თქვენი პრობლემა, რასაც იურისტი ჩაშლით და გაგცემთ პასუხს ისე, რომ არ იქნება ნათქვამი თქვენი სახელი, გვარი და ასე შემდეგ, პირადი მონაცემები. გიორგი, როგორც გავიარეთ, პირველი თემა არის ეს კანონი ქონების დეკლარაციაზე, როდესაც ყველა ფიზიკურ პირს, გარდა გამონაკლისებისა, უწევს ქონების დეკლარაციის შევსება და ასევე შემდეგ რაღაც გარკვეული გადასახადების გადახდა. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ის უნდა ვთქვათ, რომ ეს კანონი ყოველთვის არსებობდა და ძალიან დიდი დროა მოკლედ მოყვება. ჩვენს ისტორიას უბრალოდ მგონი ამ წელს გახდა ესეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური, იმიტომ რომ ვფიქრობ ეს იყო სოციალური პლატფორმების ჩართულობა, რომ TikTok-ზეც ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამაზე საუბარი, მეც ხვდებოდა ბუღალტრების ჩაწერილი ვიდეო, რომ აი მოვასწარით, გადაიხადეთ ქონების დეკლარაცია და შეავსეთ ასე შემდეგ და მგონი ამან გამოიწვია ის, რომ ხალხი დაპანიკდა და რეალურად ვერ გაიგო რა არის ეს ქონების დეკლარაცია და რაში უწევთ ფულის გადახდა. შესაბამისად ეს იყო ჩვენი პირველი კითხვა და გავცეთ პირველ რიგში მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი ამ თემის გარშემო. პირველი იქნება მარტივად ავხსნათ, რატომ დაწესდა და რისთვის არის საჭირო ეს ქონების გადასახადი. ხო, ანუ რატომ დაწესდა ცოტა მე ანარქისტული პოზიციაში არ უნდა. ბევრი გადასახადზე არ მესმის ახლა შეიძლება რატომ დაწესდა და ასე ბევრი ხომ ეს ყველა პოდკასტში ვეცდებით რომ სუბიექტური გამოცდილებები უკან გადავდოთ და ხედვები და ობიექტურად კანონზე ვიმსჯელოთ. კი ბატონო, ხო ეს რეალურად ახლა საქართველოს როცა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და რაღაცა უფრო გადავედით რა კაპიტალისტურ მოდელზე მართვის რაღაცა ძირითადად ვიხელმძღვანელეთ იმ არსებული პრაქტიკით რაც იყო დასავლეთში, ხო? დასავლეთში ყველგან ძირითადად არის ეს გადასახადები, ხო? რაც ჩვენთანაც არის მოგება, რაც ბიზნესს ეხება უშუალოდ მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, რაც გვეხება ფიზიკურ პირებს, უბრალოდ ჩვენ შეხება შეიძლება ძირითადად არ გქონდეს, იმიტომ რომ თუ დამსაქმებელი გვიხდის ხელფას, ის თვითონვე ბეგრავს ჩვენ საშემოსავლო გადასახადს და ამიტომ ესე პირდაპირ შეხება არ გვაქვს. ნუ გამონაკლისი რა თქმა უნდა იდმე წარმოები არის, ამისაც უწევთ, თვითონ შეავსონ საშემოსავლო დეკლარაციები. მე ეს ყველაზე ხშირი შეხება რასაც გვაქვს არის DGG
მართალია არც აქ ფიზიკური პირები სადღაც დეკლარაციას არ აღგზავნით, მაგრამ მაღაზიაში რო შევდივართ, რასაც არ უნდა ბიზნესი იხდის. ხო, ჩვენ ვიხდით რეალურად, ანუ კი ითვლება რომ ბიზნესი იხდის, მაგრამ შენ რომ შედიხარ მაღაზიაში და პროდუქტს ყიდულობ, რეალურად შენ გადაიხადე მასზე დარიცხული დეგეგი, ხო? კი, აი ეგ ჩემი აზრით ხალხისთვის ცნობილი გახდა, უფრო აი რესტორნებთან დაკავშირებით რო აწყდა ბუმი, რომ აი მენიუში შეყვანილი დეგეგი არ უნდა იყოს ეგრე და ფასებში გაატარეთ და რაღაცა. მე მგონი მაშინ გაიგო საერთოდ ხალხმა რომ რაღაცას ვიხდით, ხო, დამატებით პროდუქტის გარდა. კი. ამის იქით გვაქვს იმპორტის გადასახადი, მქონება რომ ბოლოსთვის მოვიტო, იმპორტის გადასახადთანაც ხშირად არ გვაქვს ადამიანი ფიზიკურ პირებს შეხება, აი მაგალითად თუ საზღვარგარეთიდან იწერთ ნივთებს, ეს არ არის, აი თუ 300 ლარსო ცდება და რო ვიხდით, ხო? ეს არ არის იმპორტის გადასახადი, ეს არის იმპორტის დეგეგი, ანუ ისევ დეგეგია, უბრალოდ რომელიც ირიცხება იმპორტის ქმედებაზე, ასე ოპერაციაზე. თორე იმპორტის გადასახადი კიდეც ალგე გადასახადია. აქაც ხშირად არ გვიწევს ფიზიკურ პირებს ამასთან შეხება. სხვათა შორის ბოდიში რო გაწყვეტინებ, აი შემხედრია ეგეთი პრობლემები და მაინტერესებს შენი აზრი მაგაზე რა სიტყვა, აი თუნდაც 300 ლარი ვახსენეთ დეგეგის გადასახადი, ხო და აი ბევრი შემხედრია უკვე რომ ვინც ხშირად იწერს უცხოეთიდან რაღაცებს თვლიან რომ ეს რაღაც განსაზღვრული თანხა 300 ლარი უნდა აიწიოს რაღაცა გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე. და უნდა აწეულიყო და რაღაც არასამართლიანად მიაჩნია ხალხს რომ ისევ იმ სკალაზე დარჩა რაც ადრე იყო. მეც ვეთანხმები ხალხს. მინახავს ახლა და მაგალითად აი მეგობართან მქონდა საუბარი დანიელი არის და თუ არ ვწდები იქა ძალიან დაბალი ზღვარი არის რომლის იქითაც უკვე დეგეგეს იხდი იმპორტის დროს, მაგრამ ხო რა ვიცი ახლა როცა 2014 წელს ახლა მახსოვს რაღაცა გამოწერა რაღაცა ბავშვობიდან დავიწყე თუ რაღაცა და მაშინ 300 ლარამდე რო ასულიყავი წარმოუდგენელი იყო რა. უბრალოდ ხალხი იღებდა ხელფასს მაგდენს ვიდან თვემდე. მაგასაც არა შეიძლება კიდე წლები. ხო და ეხლა რა ვიცი უკვე 100 დოლარის ნივთი რო გამოწერო უკვე დეგეგეს ზონაში ექცევი რეალურად ხო თუ 100 შეიძლება ცოტა თქვი, მაგრამ ნუ სადღაც ეგრე გამოდის. საბოლოო ცვლილებებთანაც მე მგონი კავშირი ქონდა საერთოდ რომ ლარის გაუფასურება საერთოდ აი ზუსტად ხო ეგ იყო ალბათ თავი არგუმენტი რომ ეხლა თუ 2014 წელს როცა რაღაცა ის იყო 1 და 7 იყო გასვლითი კურსი და ეხლა 2 და 7 არის არასამართლიანი გამოდის, მაგრამ კი რაღაც ფეხი ვერ აუწყო მოკლედ. ხო, ნაღდათ არ მაქვს მოლოდინი რომ მაგრამ შეიცვლება. შანსი უფრო სწორად ვიტყოდი რომ შანსი არ არის. ბოდიში. ხო და ხო მაგ თემაზეც რა ვიცი რაღაც ბევრი რამ არიციან ადამიანებმა იმპორტის დეგეგეზე და სამომავლოდ მაგაზეც ცოტა უფრო დეტალურად შეგვიძლია ლაპარაკი რა დროს. იმიტომ რომ აი ბევრი ნიუანსი აქვს რა მაგასაც და მაგაზეც თუ ინტერესი იქნება რაღაც მომენტში. რეალურად ძალიან კომპლექსური თემაა და რეალურად ეგ ინტერესი იმას აქვს, ვისაც შემოტანა გაყიდით, აქვს ალბათ ინტერესი და ნუ იმ პირებს მაშინ შეაწუხა, როცა რაღაც ქურთუქს იწერ მარტივად და იმაზე მეტი გიждდება, ვიდრე აქ რო გეყიდა რა და. კი ბატონო. რეალურად იაფი გზა იყო უცხოეთიდან გამოწერა და აქ ჩამოსვლა მე. აი ჩვენ თემას რო არ გადავუხვიოთ. ხო, ნუ აი რაღაცა ეს რაღაცა შესავალი ვითო თქვა, ნუ კიდევ ერთი რაც არის, ეს არის აქციზი ხო? ანუ აქციზი უფრო ნაცნობია ჩვენთვის, იმიტომ რომ მწევლების მეტი ჩემი ჯადვლით რა გვყავს. და სასმის მოყვარულების მეტი რა გვყავს და ნუ ახლა აქციზიც ყველა მიცით რომ არსებობს ხო ესეთი გადასახადი. ნუ ბოლო რაც რჩება, რეალურად არის ქონების გადასახადი. ეს აი ლოგიკა რა არის, აი ყოველთვის აი რავი რომ ჩაყვე შუა საუკუნეებში და იმის უკან ახლა რატომ ახდევინებდნენ იგივე მეფეები მიწაზე ადამიანებს გადასახადს, იყო ის რომ რაღაცა შენს გარშემო სახელმწიფო რო არსებობს და სახელმწიფო ინსტიტუციები რო არსებობს, ეს შენ რაღაცნაირად ხო გაძლევს საშუალებას რომ შენი ქონება მშვიდად გამოიყენო, რაღაცა პოლიცია გიცავს, იქ რაღაცა ინფრასტრუქტურა ამოდის შენ სახლამდე და ასე შემდეგ, ანუ მუნიციპალიტეტი რაღაც კუთხით უზრუნველყოფს იმას, რომ შენ შეიგეძლოს შენი ქონების განშრომებისამებრ გამოყენება. რა შეიძლება და ყოფილიყო კონკრეტულად ამ კანონის თავიდანვე მიღების მიზანი. ხო, ნუ ეს იყო უფრო აქტუალურად გახდის რა. თავიდანვე მიღების მიზეზი ის იყო, რომ ნუ ხარ როდესაც ახალი ქვეყანა ვიყავით 90-იან წლებში, იქ არავის არ დაუწყია იმაზე ფიქრი, რომ მოდი ჩვენ რაღაცა განსაკუთრებით მაგარი საგადასახადო სისტემა მოვიგონოთ, რაც იყო რეალურად დასავლეთში, ის პრაქტიკა გადმოვიტანეთ და ამის ერთ-ერთი ნაწილი იყო ქონების გადასახადი. ხო და ნუ ლოგიკა რაზეც წეგანსაუბრეთ, ეგ არის რომ რაღაც სახელმწიფო რაღაც კომფორტს გიქნის წყალებში თუ არაბჭყალებში და შენ სანაცვლოდ ამისთვის იღებს შენს პასიურ აქტივზე ქონების გადასახადს. კი ბატონო, ნუ ობიექტურ აზრზე რო შევთანხმდეთ, ალბათ აი თუ
უცხო ქვეყნების პრაქტიკასაც გამოვიყენებთ და ასე შემდეგ არ არის რეალურად ეს კანონი ის, რასაც ესეთი უკმაყოფილება უნდა გამოეწვია. მოკლედ ხალხში მით უმეტეს რომ მე როგორც დავითვალე და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან მიზერული გამოდის გადასახადი, მით უმეტეს ყველა ანუ სასოფლო სამეურნეო მიწაზე, ყველა დანიშნულების მიწაზე და იმის მიხედვით კიდე ტერიტორიულად სად არის ეს მიწა, სხვადასხვა გადასახადია და მაინც გათვალისწინება ხდება მოსახლეობის რა. კი ბატონო. რეალურად შეიძლება არ გვაწყობდეს რაღაცაში მეტის გადახდა, მაგრამ რაღაცა აუცილებელი ხარჯებიც გვაქვს ალბათ და ეგეც უნდა ვთქვათ. ხო, ხა გადასახადებთან დამოკიდებულება ვთქვათ ყველა ქართულს რაღაცა ნეგატიური აქვს და ზოგადად ხა რაღაცები უბრალოდ გვიწევს რომ გადავიხევთ როცა სამსახურში მუშაობთ დამსაქმებელს არ აქვს რეალურად სხვა გზა თორე ხა იმის იქით ფიზიკური პირები ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ეხტიან ხო გადასახადს ხა რო ჩავყვეთ რაებზე არის გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი შეიძლება ბევრმა არც დაიჯეროს რაზე ანუ მაგალითად აი ილომ რომაჩუკოს მე აი ეს ლეპტოპი აი ილოსი რო იყოს რომაჩუკოს მე ამის საბაზრო ღირებულების 20% მაქვს საშემოსავლო გადასახდელი რასაც ну ბუნებაში არავინ არ იზავს ალბათ. ხო და ну ქონების გადასახადაც რო დაუბრუნდეთ ეს რაღაცა არ ვიცი საიდან წამოვიდა რა წელს ესეთი პანიკა ალბათ SMS-ები რახან დააგზავნა საშემოსავლო ორგანომ მაგრამ სხვადასხვა ეგ იყო ერთ-ერთი პრობლემა რასაც ამბობდნენ რომ აი მაგაზე იყო ხალხი განაწყენებული რეალურად რომ აი 31 ოქტომბერს რო გაიგეს რომ აი 3 ნოემბერს უნდა გააგზავნილი ქონდეთ და რაღაც აი ეგ იყო მოყოფილება რომ არ მაქვს SMS-ი ეგ სწორიც არის მაგრამ აი ხო ვიცით რა პრინციპი მოქმედებს საერთოდ სახელმწიფოში ხო რომ კანონები ყველა რომელიც არსებობს და რომელიც ვრცელდება ესე განუსაზღვროი რაოდენობის პირზე იგულისხმება რომ იცით ანუ ყველა კანონი რეალურად ეგ ოფერტის და აქცეპტის მიღება ცოტა რთული სიტუაცია სოციუმში რა მოკლედ ხო მაგრამ იმას ვამბობ რომ ხა შეიძლება შენ არ იცოდე რაღაცა რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის მაგრამ ეგ არგუმენტი ხო არაფერში გამოგადგება როცა ჩაიდენ და თქვა დაგაჯარიმებენ ანუ იგივე არის ქონების გადასახადზე რაღაცა არის აი სულ რომ SMS-ი არ გამოეგზავნა იდეაში მაგას გულისხმობ რახან კანონში წერია რომ ესეა ესე იგი ესეა და ისედაც შენ გასაკეთებელი ქონდა ეს უბრალოდ რაღაცა აი შემოსავლების ადვოკატის როლი რო ვითამაშო ამ შემთხვევაში შემოსავლის სამსახურის არც ევალებოდა რომ გამოეგზავნა ეს შეტყობინა მაგრამ გამოგზავნა და რეალურად კანონს უნდა გაიცნო და იქიდან ამოიღო მაგრამ ხო რაღაცა ეს სოციალურ ქსელში რაღაცა მეც რაღაცა ბევრმა დამირეკა და მითხრა რომ აი რა მოხდა რა ეს ახალი კანონი ქონების და რა შეიცვალა და იქიდან არაფერი არ შეცვლა ეს ანუ ზუსტად იგივე კანონია რა ჩარშანი იყო იმის უკან იყო კი შეიძლება რა სადღაც რაღაცა პერიოდულად იცვლება ელემენტარულად რაღაცა პუნქტში, მაგრამ ძირეულად არაფერი შეცვლა მოკლედ მაგის თქმა. მე მაინც ვფიქრობ უფრო რომ აი ბუღალტრები და აი საგადასახადო სფეროში ვინც მუშაობს ის ადამიანები უფრო კომპეტენტური და სწორ პასუხებს გასცემენ რა უნდა იყოს კრიტერიუმები თქვა როგორ ვიხდით ქონების გადასახადის დეკლარაციას როგორ ვასვით და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი მხრიდან რაც ვიცით წესები ზუსტად კვალიფიციურად ეგრენიც უთხრათ ხო ჩვენ მაყურებელს მოდი, ანუ იდეაში იმას ვიტყვი, რომ ქონების გადასახადს იხდის ბიზნესიც, ანუ იურიდიული პირებიც იხდიან და იხდიან ფიზიკური პირებიც და იურიდიულ პირებს ოდნავ სხვაობა არის რა, ოდნავ სხვაობა არის, ერთი როგორ იხდის, მეორე როგორ იხდის, ერთი რაზე იხდის, მეორე რაზე იხდის და ნუ იურიდიულ პირებს ცოტა გვერდზე გადავდებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა სარგებლობს ალბათ იურიდიული პირები საბუღალტრო მომსახურებით და ამას მარტივად გაუმკლავდებიან, პრობლემად რჩება ფიზიკური პირები, ვისაც შეიძლება უბრალოდ არ ქონდეთ, ხო, შესაბამისი რესურსები, რომ თავის პირადი ბუღალტერი ყავდეთ ან რაღაც და ფიზიკურ პირზე რა ხდება? აი, ყველაზე მარტივი წესი, რომ თქვა, გიწევს, არ გიწევს. ნუ ამისათვის პირველი მაკვალიფიცირებული რა თქმა უნდა ის გაქვს თუ არა ქონება, ანუ თუ გაქვთ უძრავი ქონება, თუ გაქვთ ავტომობილი, იხდით ქონების გადასახადს, ან რა ვიცი, შოულფრენი თუ გყავთ, იახტა თუ გყავთ, რა ღმერთმა შეგარგოთ, მაგაზეც იხდით ქონების გადასახადს. და კიდევ არის რამდენიმე, ну ძირითადად ამის გარშემო ტრიალებს, ანუ იმ სხვა შემთხვევებშიც, მაგალითად, ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასაც, როცა სარგებლობით გადმოგეცემათ, მაგაზეც იხდით, ну გააჩნია მიწას რა კატეგორიის არის. ამაზეც იხდით. ну აი პირველი ეს არის, რომ ვიხდი თუ არ ვიხდი, ამის მაკვალიფიცირებელი არის, მაქვს თუ არა საქართველოში რეგისტრირებული ქონება. რეგისტრირდება რა მარტო ბინები რეგისტრირდება რეალურად წილები მანქანები და შოულფრენები ახლა ესენი რეგისტრირდება აქედან წილები ამოვაგდოთ იურიდიულ პირში და რაც დანარჩენი რაც რეგისტრაციას ავალდებულა ყველაფერზე ეს თქვა ვიხდით წილებზე გამახსენდა ბოდიში მე არ მინდა რომ დამავიწყდეს აი ჩვენ ფირმაში იყო
აი ზუსტად ეგ პერიოდი რო იყო რა დეკლარაციები უნდა გაეგზავნა, დამოგმართა რომ თანასაკუთრებაში ქონდა და ძმას რაღაც კონკრეტული სოფლის სახლი, მიწა, სახლი თავისი და რეალურად თანასაკუთრებაში იყო და აი ვერ გაიგეს, რომელს უნდა გაეგზავნა დეკლარაცია, იმიტომ რომ იქ ხო შინაარსი გამოვიდა ისეთი რომ ოჯახზე ითვლება თქვათ იქ შემოსავალი 40,000 ლარს ქვემოწემოთ ასე შემდეგ. აი ეგ მაგაზეც რო გავცეთ. ხო, ხო, პირველი ნაწილი მოვურჩით, ანუ რას უნდა ვფლობდე იმისათვის რომ დავიწყო ნერვიულობა იმაზე მაქვს თუ არა გადასახდელი ქონებს გარსხე და მეორე თავი მაკვალიფიცირებელი, ანუ კანონი კიდევ ერთ რაღაცას შეეღავაც ვიგდებს, ასე ვთქვათ, რომ თუ შენი ოჯახის წლიური შემოსავალი, ანუ კალენდარული წლის განმავლობაში არ იყო 40,000 ლარი, ამ შემთხვევაში არ იხდი ქონების გადასახადს. ვინ იგულისხმება ოჯახში? ოჯახში ყველა ვარიანტში იგულისხმება მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. ეს გინდა არ გინდა იგულისხმება და ამის იქით თუ შენთან ერთად ცხოვრობს ან ერთ მეურნეობაში ხართ, ასე ვთქვათ, სრულწლოვანი შვილი, შენი სრულწლოვანი შვილი, შენი მამა, დედა, პაპაც, ბებიაც, ანუ თუ ერთად ცხოვრობთ, ამ შემთხვევაში ოჯახი ხართ კანონის მიზნებისთვის. მაგაზე მარტივად რო განსაზღვროთ, არის ესეთი საკითხი, რომ აი თქვათ ყველამ ვიცით, რომ იუსტიციის სახლში დღეს ყველა მოქალაქე სრულწლოვანი რო გახდება შემდეგ და აბსოლუტურად ყველა მოქალაქე უუთითებს თავის ფაქტობრივ და რეგისტრაციის საცხოვრებელ მისამართს მოკლედ. აი და ხალხს ხშირად აბნევს ეგ და კითხვა აქვს, რომ აი როგორ უნდა გაიგონ მე ბებიასთან ერთად ცხოვრობ, დედასთან, მამასთან თუ ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ ბებია წასული იქნება ვთქვათ 13 თვით სოფელში და სხვაგან ცხოვრობს, მაგრამ ფაქტობრივი მისამართად აღნიშნული აქვს ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც შენ ცხოვრობ, მაგ შემთხვევაში ბებიაც თქვენი ოჯახის წევრად ჩაითვლება, იმიტომ რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ხდება განსაზღვრა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთ სახლში. საერთოდ მთელი წლის განმავლობაში რო არის ცხოვრობს ბები, ანუ ეგ უკვე მერე თუ აი ზუსტად კანონს მიუყვებით, ეგ უკვე შენი სამტკიცებელია, რომ კი ჩემთან არის რეგისტრირებული, მაგრამ ჩემთან არ ცხოვრობს. ეს უკვე აღარ აინტერესებს შემოსავლებს. მაგრამ ხო, იდეაში ქონების გადასახადი ისეთი რამეა, სწორად რო გამიგოთ, რომ ძირითადად უფრო თქვენს კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული, რამდენად ყველაფერს ისე მიუთითებთ, როგორც არის, ვიდრე იმაზე, რომ აი ხა შემოსავლები შეიძლება რა ვიცი, ხა ხვალ შეიცვალოს, ან წელსვე რეაგირება მოყვეს იმ ადამიანებს, ვინც არ შეავსეს, მაგრამ აქამდე ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში, რომ ცოტა ლოიალური დამოკიდებულება, კიდე საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება იყო ქონების გადასახადის მიმართ. ხო და ეს 40,000 ლარი, ხო, რა იგულისხმება, რა შემოსავალი, როგორ უნდა გამოვთვალო ეს 40,000 ლარი, აი რა ჩამეთვლება 40,000 ლარში, რა ჩამეთვლება, ეხა ამის სია საკმაოდ დიდი არის და თუ რაღაცა არა კვალიფიცირებაში არ ჩამომართვეთ, რაღაცეებს უბრალოდ გეტყვით, პირველ რიგში ხა მარტივად რო გითხრათ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ოჯახის ყველა ვარიანტში ამ 40,000 ლარის წლიური ზღვარის გამოთვლისთვის გაითვალისწინება, მაგრამ კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ ყველა შემოსავალი, რეალურად ყველა შემოსავალი გაითვალისწინება ამ 40,000 ლარიან ზღვარში, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, მაგაზეც ვისაუბრებთ. ნუ დასაბეგრი შემოსავალი, აი რა არის დასაბეგრი შემოსავალი? აი დივიდენდი რომ მივიღო კომპანიიდან ეს შემოსავალი, დასაბეგრი შემოსავალი, ასე ვთქვათ, ხელფასი რომ მივიღო, რაღაცნაირად სარგებელი ჩემი ეკონომიკური საქმიანობიდან რომ მივიღო, ესეც ვთქვათ, რა არ ვიცი, აი მცირეზე კიდე რაღაც გამონაკლისია მცირე საწარმოებზე, მაგრამ ინდმეწარმე ვარ, ანუ არც მიკრო ვარ, არც მიკრობიზნესის სტატუსი მაქვს, არც მცირე ბიზნესის სტატუსი მაქვს, უბრალოდ ინდმეწარმე ვარ, 20%-იან განაკვეთში ვარ, ანუ ამ შემთხვევაშიც ჩემი დასაბეგრი შემოსავალი არის ყველაფერი, რაც ჩემი ეკონომიკური აქტივობისგან შემოსავლად შემომდის, ხო? ბოდიში მაგრამ რა გამონაკლისი აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ვისაც გაქვთ. ამ შემთხვევაში, აი მცირე ბიზნესიდან რა შემოსავალს მიიღეთ, მხოლოდ იმის 25% გაითვალისწინება, აი ამ 40,000 ლარის გამოთვლაში, რომელიც მე ქონების გადასახადზე გადაიხდით თუ არ გადაიხდით, მაგას გასაგებია. სიღრმეებში ჩადიხარ მეკოი და ხალხსაც დავაბრევს. ხო, არ ვიცი მაშინ აი უფრო აი 40,000 ლარიან ზღვარში ხალხო რომ მიხვდეთ, აი პრაქტიკულად ჩათვალეთ რომ ყველაფერი ითვლება რა. მატერიალური სარგებელი რაც გაქვს მიღებული, მოკლედ ხელფასიდან რომ დაიწყოთ ასე შემდეგ. თელი ოჯახის რა თქმა უნდა. ერთადერთი აი არის რა, თქვა ოჯახის წევრმა რომ რაღაც გაჩუქოთ, ეს აი ჩემა რა ვიცი, მეუღლე მაჩუქა, თქვა ეს ლეპტოპი, ამ ლეპტოპის ღირებულება არ ჩაითვლება, მაგრამ თუ მაჩუქა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემი ოჯახის წევრი არ არის და ეს ლეპტოპი ღირს თქვა, რავი, 500 ლარი,
ეს ითვლება რომ მივიღე 500 ლარის შემოსავალი, რომელიც მათ შორის უნდა გავითვალისწინო. ხო, ამაზე მე და გიორგი დავობთ, უნდა იყოს თუ არა, არ უნდა იყოს ეგრე და ცოტა მომაჩნია რომ საერთოდ არ უნდა იყოს მარტივ პასუხი რა არის ამაზე, იცი რომ ვერც ვერა ვერ გაიგებს რეალურად. ეხლა ეს მე ვამბობ როგორ გეუბნება კანონი, ხო? ეხლა ვინ გაიგებს ეს ლეპტოპი, მე ვინ მაჩვენე რეალურად. ეხლა შემოსავლებს თვითონ კანონის ჩანაწერშია ეგ. მაშინ ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რომ აი ამდენი ინფორმაციის დამუშავება შეიძლება. ნუ ეგ რა თქმა უნდა, ეხლა დამუშავების დონეზე და იმაზე ხომ ჩანაწერია. შეუძლებელია, მაგრამ ნუ კანონი ხო ესე პირდაპირ ესე ნაგლად აპატიოს საჩუქრებს ასე ვთქვათ. ნუ რო შევაჯამოთ ჯამში ეს ნელა ეს თემა რო დავამუშავოთ, იმიტომ რომ მეორე თემაც უნდა მოვასწროთ იმის გაშლას და საკმაოდ ვრცელი და საინტერესოა ისიც. ნუ ქონების დეკლარაციას ვავსებთ რეალურად მიწაზე ყველა შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა თუ გაქვს მიწა დეკლარაციას აუცილებლად ავსებ და შემდეგ არის ხო გასასაზღვრელი გადაიხდი თუ არ გადაიხდი და ასე შემდეგ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ 40000 ლარზე მეტი გიფიქსირდებათ ოჯახის წევრებთან ერთად ოჯახის შემოსავალი, ამ შემთხვევაში მანქანაზეც ხდება დეკლარაციის წარდგენა და გადახდა და ბინაზეც, მიწაზეც ანალოგიურად ყველაფერზე. და იმით დამატებით კითხვა თუ გექნებათ ამ თემასთან დაკავშირებით, ნუ რადგან პირველი ეპიზოდია ისე ვერ უშლით, როგორც შეიძლება რომ პირად საუბარში ჩავშალოთ განუსაზღვრელ ვადაში. ამიტომ შეგიძლიათ მოგწეროთ, დაგვირეკოთ, ჩვენ უფასო კონსულტაციებს უგავცემთ, ნებისმიერ დროს კი პასუხებთ და გაგცემთ თქვენს საინტერესო კითხვებზე პასუხს. ხო. ნუ აი პატარა შეჯამებსაც რო გავაკეთო, რაღაცას ესე შეხედეთ თქვენ სიტუაციას რა. მაქვს თუ არა ის ქონება, რომელიც იბეგრება ქონების გადასახადით, მაქვს თუ არა მაკვალიფიცირებელი ზღვარი გადალახული, ანუ ეს 40000 ლარიანი ზღვარი გადალახული და აი ამის მერე უკვე რამდენი მაქვს გადასახდელი, ეს უკვე შედარებით კომფორტულად გვაქვს სიტუაცია, იმიტომ რომ დარეგისტრირდებით თქვა RSG-ის პორტალზე, პირად ანგარიშს გააკეთებთ და თვითონ გიანგარიშებს რეალურად. ხო, თვითონ გეუბნება რომ აი ამდენი მომეციო რა მოკლედ. ასე რომ ეგ შედარებით უკვე ბოლო ფაზა მარტივია. და რაც დასაწყისში ვთქვით, ხო, ქონების გადასახადით დიდწილად დამოკიდებულია მანქანის შემთხვევაში მანქანის წლოვანებაზე, ღირებულებაზე, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში პირველ რიგში სად არის ეს უძრავი ქონება, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენიმა გადასახდები. უი გიორგი, მგონი იმ კითხვაზე არ გავეცით პასუხი, აი ჩვენ კონსულტაციაზე რო გითხარი. და მოვიდნენ თქო. ხო, დადაძმა, ხო, თანასაკუთრების შემთხვევაში იდეაში რაც მე მაქვს თანასაკუთრების წილი, რომელიც ჩემია, აი იმის პროპორციული ღირებულებით მუშაობ, ასე ვთქვათ, ჩემ თავზე რა. ახლა თანასაკუთრებაც ორნაირი არსებობს, ხო? აბსოლუტური არა, ანუ აბსოლუტურია, რომ უბრალოდ აი ამ მონაწერში მე და შევწერი ვართ, რომ აი ამ უძრავი ქონების თანამესაკუთრები არიან. ამ შემთხვევაში იგულისხმება რომ ახან 2 ვართ, 50-50-ია, მაგრამ შეიძლება სხვანაირად იყოს, ხო, რომ ეწეროს რომ აი პირველი სართულის 70 კვადრატი არის ილიასი, მეორე სართულის რაღაცა და სხვენი არის გიორგისი და ეგრეთ შეიძლება. ნუ ამ პროპორციულად ვიხდით, მოკლედ თანამესაკუთრეები. გაქვს 60% საკუთრება, იხდი 60%-ს და კი ბატონო. აი, ნელა რო გადავიდეთ მეორე თემაზე, ეს არის მემკვიდრეობა და უფრო მეტად ძალიან ვრცელი თემა, ეს მემკვიდრეობა და შეგვიძლია ძალიან ბევრი კუთხით განვიხილოთ, ხო? და უფრო რო დავავიწროთ, ასე ვთქვათ, თემა, ძირითადად კონსულტაციებით შემოსულია მაგ თემაზე დაახლოებით 8 კონსულტაცია გქონდა ერთ კვირაში აი ამ მემკვიდრეობის საკითხებზე და ესეც რაღაც აქტუალური თემად წამოვიდა. და კონკრეტულად შევეხებით ამ ეპიზოდში იმ თემას, როდესაც ხალხი ვერ ახერხებს მათი წინაპრების საკუთრებაში არსებული ქონების დაკანონებას დღეს. მოკლედ შეიძლება ფაქტობრივი საცხოვრებელი მესამართი ახლა ქონდეთ, ის ცხოვრობდნენ რაღაც სოფლის სახლში, მაგრამ იმაზე რომ მიდგება ჯერი რომ აი საკუთრება, რომ ოფიციალურად ჩემი საკუთრება, მაგას ვეღარ ახერხებენ მე. ეს არის ძირითად შემთხვევაში, ნუ პრობლემა რაც ქონდათ, მიდიან საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრი ეუბნება, რომ არ არის სრული დოკუმენტების სია, თითქმის ძალიან ბევრს ქონდა ეს, რომ ვერ წარადგინეს რაღაც დოკუმენტები, იმიტომ რომ ვიცით, რომ საკომო ჩანაწერი იყო ზოგს შევარდნაძის დროინდელი საბუთი აქვს მესაკუთრეობაში, რომ იწერება სახელი და გვარი მოკლედ. ერთმა მოიტანა საერთოდ შევარდნაძის საბუთზე დაბეჭდილი იყო. სახელი და გვარი გადაშლილი იყო პასტის და პასტით ქონდა მიწერილი, ოღონდ ეს ხალი იფიცება ყველაფერს, რომ ეს იმ დროს გააკეთეს ეს. ძალიან ამბავია, მეგობრებო, ეს დოკუმენტის მიტა. მინდა რომ ვისაუბროთ მოკლედ. ჩვენ ვსაუბრობთ რა შეიძლება ჩაითვალოს უფლების დამდგენ დოკუმენტად. ნუ
ესეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი დოკუმენტია, რაც შეიძლება გამოგადგეთ. მაგრამ რამდენიმე ყველაზე ხშირად რა შემოხვედრია პრაქტიკაში. ერთი ყველაზე მარტივი და ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გქონდეთ არის მიღება ჩაბარების აქტი მიწის, რომ აი თქვათ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ რომ რაღაცა მიღება ჩაბარების აქტი ტექნიკური არხის ბიურომ ან ოფიციალურმა უწყებამ გადმოგცათ ეს მიწის ნაკვეთი და უბრალოდ მე რეესტრი სანამ დაფუძნდებოდა იქამდე აღარსად აღარ მიგიტანიათ მე და უბრალოდ სახში გაქვთ ეს ალბათ ყველაზე კარგი დოკუმენტია რომელთაც შეძლებთ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას იმიტომ რომ იქ პირდაპირ უკვე საკუთრების გადასვლაზეა საუბარი ხოლო ამის იქით რა პრინციპზე ვსაუბრობთ ხო ეხლა რომ საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა საკუთრების უფლება ხალხს ჰქონდა მფლობელობაში ყველაფერი სახელმწიფოსგან და ნუ მე უკვე რომ დაიწყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პრივატიზება უძრავი ქონების რაღაცნაირად უნდა დაგედასტურებინა რომ ის ჩემ მფლობელობაში იყო ეს უძრავი ქონება აი რითი შეიძლება ეს დაადასტურო როცა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ვსაუბრობთ ყველაზე ხშირად ეს არის მებაღის წიგნაკი შეიძლება ასევე იყოს თვითონ მიწის ნაკვეთის გეგმა, იმიტომ რომ მიწის ნაკვეთის გეგმაზე ხშირად არის მინაწერი, რომ ვის მფლობელობაში არის. საგადასტრო კოდით რო არის ამოყვანილი, ხო? საგადასტრო კოდი მაშინ არის, ხო, ანუ საგადასტრო კოდი არის, მიწის ნაკვეთის გეგმა არის, ჩვეულებრივ აი კალკის ფურცელზე კეთდებოდა ეს გეგმები და იქაც მინაწერები არის, რომ ვის მფლობელობაში არის, ასე ვთქვათ. კიდე შეიძლება იყოს, რომ თქვათ რაღაცა საბჭოთა კავშირის დროს რაღაცა სამეწარმეო კუთხით ფლობდით ამ მიწის ნაკვეთს, აი მაგალითად იყო რა ერქვათ, კოლმეურნეობა გამოდის, მაგრამ ნუ აი რაღაც ხო რა, ეგეთ საკომო წიგნაკი საკომო წიგნაკი უკვე სხვა არის, საკომო წიგნაკი ესეც უფლების დამდგენი დოკუმენტი არის, ანუ თუ რაღაცა საკარმი დამომიწის ნაკვეთი ან რაღაცა სადმე გაქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც თავის დროზე თქვენი წინაპრები იყვნენ ჩაწერილი საკომო ჩანაწერებით, მე ესე იგი როგორ ვაკეთებ, რომ საკომლო არქივიდან გამოვითხოვ საკომლო აქტის ჩანაწერებს, რომ აი აქა და აქ ცხოვრობდა ესა და ეს, მე უკვე ჩვეულებრივად მიყვები გენეალოგიურ ხაზს, ხო, რომ დავადგინე უფლების დამდგენი დოკუმენტი, რასაც რეესტრში ვაკეთებთ დღეს, რომ მივდივართ და ელექტრონულად ვირეგისტრირებთ ქონებას რა. ხო, აი ეს საკომლო ჩანაწერი რომ გამოვითხოვ და მე რაღაცა ის ხაზის დოკუმენტები რომ შევაგრო, რომ აი თქვა პაპა ჩემის სახელზე იყო რაღაცა და ვაჩვენო რომ აი აქ რო წერია რომ პაპა ჩემი, აი ამის შვილი იყო თქვა დედა ჩემი და აი მემკვიდრეთა წრეს ჩამოყვება მაგით განსაზღვრა. კი ბატონო. კიდე რა შეიძლება იყოს ეს დოკუმენტი შენობა ნაგებობის ტექნიკური პასპორტი ესეც რიგი იმ დოკუმენტების რიგში არის რომელიც უფლების დამდგენ დოკუმენტად ითვლება მებაღის წიგნაკი ვთქვით ნუ მოკლედ რაღაც დოკუმენტი უკვე თუ გვაქვს რომელიც ამბობს ყველაფერი აი მეგობრებო ეხა რაც ილიამ წეგან ახსენა რომ იქ რაღაცა პასტით იყო გადაკეთებული მესმის რომ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით ეს რაღაცაზე, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს სისხლისღებრის პასუხისმგებლობა. და დამტკიცება ძალიან რთულია. კი, დამტკიცება რთულია და თან შედიხართ ისეთ ამბავში, რომელსაც ანუ სულ რომ იმ მომენტში დაირეგისტრიროთ და გაძვრეთ ბჭყალებში, თუ რაღაცა ისეთ დოკუმენტზეა საუბარი, მერე შეიძლება პრობლემები შეიქმნათ, ეს არ გამორიცხავს ერთი მეორეს. კი, აი ჩემზე დიდი გამოცდილება გაქვს ახლა სასამართლო პრაქტიკების მიმართულებით და აი ეს ხედვაც აქვს, რომ აი საჯარო რეესტრი თუ უარს ეტყვის, თქვათ, ქონების საკუთრებას მე აღარ იციან რა უნდა გააკეთონ და ზოგმა ისიც არ იცოდა, რომ სასამართლო შეუძლია რაღაც გადაწყვეტილების გამოტანა. არა და მე როგორც ვიცი და შეხება მქონია მაგ საქმესთან არის ის, რომ აი მეზობლების ჩვენებებიც კი ძალიან დიდ როლს თამაშობს რეალურად სასამართლო პროცესში, რომ ვიღაცა საკუთრება დაუდასტურონ, ხო? მეზობლების ჩვენება რაში გვადგება ახლა? თქვათ, გვაქვს რაღაცა დოკუმენტები, საკომლო ჩანაწერები, მებაღის წიგნაკები, მაგრამ ნუ კაი თქვათ პაპაზეა თუ რა ვიცი, ვიზეც არ უნდა იყოს. შეიძლება უბრალოდ დადგენას რთული იყოს რა სად არის ეს მიწის ნაკვეთი, ხო? და ამიტომ, ნუ სოფელი ყველა ვარიანტში იქნება, ან რაღაცა ადმინისტრაციული ერთეული მითითებული იქნება, მაგრამ როგორ დაუდასტურო ხა საჯარო რეესტრს, რომ რეალურად აი ეს მიწის ნაკვეთი არის და ეს ახლა დამირეგისტრირე იმ საკომლო ჩანაწერით და ასე შემდეგ, ხო? აქ გვადგება კი მეზობლების ჩვენებები, ოღონდ ისეთი მეზობლები, რაც რეგისტრირებული აქვს უკვე მიწის ნაკვეთი. ხა თუ ერთად შევიკარით ისეთი ხალხი, ვინც
ვისაც ორივეს გვინდა რეგისტრაცია, შეიძლება ეს უფრო ნაკლები არ ვამბობ, რომ არაფერს ნიშნავს, მაგრამ უფრო ნაკლები ძალის არის, ვიდრე რომ ვიღაცას უკვე რეგისტრირებული აქვს და ის იძახის, რომ კი კაცო, აგერ პაპა მისიც აქ ცხოვრობდა, მისი მამაც აქ ცხოვრობდა და ეხლა თვითონ აქ ცხოვრობს. ანუ ამით უკვე რას ვადასტურებ, რომ კი შეიძლება პაპა ჩემს ქონდა ფლობელობაში თავის დროზე, მაგრამ ეს მემკვიდრეობით ეს ფლობელობა რაღაცა უწყვეტი ხასიათი აქვს. ხო, და უნდა გადმოვიდეს და რო არ გავიდეთ იმ ლოგიკაში, რომ რაღაცა უმკვიდრო ქონება ან რაღაც ეგეთი რა. მანდაც მოკლედ რო შევჯამდეთ, არის ის, რომ საჯარო რეესტრს შეგვიძლია ყველა შემთხვევაში მიმართოთ რაღაც დოკუმენტაციით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რაღაცა დოკუმენტი ხელთ არ გვაქვს და ვერ ვიძიებთ იქნება ეს საკომო ჩანაწერი, მაგრამ შეგვიძლია სხვა რაღაც მაჩვენებლებით კიდე დავადასტუროთ, აუცილებლად უნდა წავიდეთ რეესტრის მიერ სასამართლოში, იმიტომ რომ უშუალოდ წარმოება საქმის მერე იქნება და იქ უფრო შეგვიძლია რაღაც არგუმენტებით დაუდასტუროთ ჩვენი საკუთრების უფლება. კი, მაგრამ აი სანამ სასამართლომ მივიღოთ კიდე რამდენიმე რაღაცა რაც შეიძლება მან მნიშვნელოვანი იყოს რა. ფლობელობას კიდე რა ადასტურებს თუ აბონენტად ვიყავი რეგისტრირებული. ეს ყველაზე კარგი არის რა. ანუ თუ აბონენტად რაღაცა კომუნალური სერვისისთვის ვიყავი რეგისტრირებული, ან დღემდე ვარ და თუ ადასტურებ, რომ აი ვიხდი რა, ეს რო ვიხდი კომუნალურს, ეს უკვე აღარც უნდა იქ ზედმეტი ლაპარაკი, ამას ფლობ თუ არ ფლობ. ეს უკვე პირდაპირ ნიშნავს, რომ ფლობ და უზრუნავ მიწის ნაკვეთზე და ან უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე უძრავ ქონება, ბინას გულისხმობ ან სახლს, ხო? ეს უკვე უტყუარი მტკიცებულებასავით გამოდის, რომ აი რეალურად ესეა, რომ მე გავაგრძელებ თქვა ამის ფლობა და თუ ეხლა პირდაპირ პაპა არის ცოცხალი და რაღაცა ეს ყველაზე კარგი იქნება ასე ვთქვათ რა და მაგრამ აი უარი რომც გითხრან მეგობრებო ეს არაფერი არ არის ისეთი რომ მაინც და მაინც დავპანიკდეთ საჯარო რეესტრი ასრულებს მარეგისტრირებელი ორგანოს როლს ახლა ეს რას ნიშნავს რა ანუ საჯარო რეესტრს არც იმის ადამიანური რესურსი აქვს და შეიძლება ხო არ ვიცი რა ბევრი რამე არ აქვს საჯარო ეს რო ახლა დაждდეს და თვითონ იყოს მოსამართლეც ისიც ანუ კი როცა ყველაფერი წესრიგში არის საჯარო რეესტრი მიიღებს გადაწყვეტილებას მაგრამ როგორც კი რაღაცა პატარა კითხვის ნიშანი გამოჩნდება საქმიდან საჯარო რეესტრს ურჩევნია რომ გითხრას უარი იმიტომ რომ ახლა მე ვერ დავიწყებ იმის იმ ლოგიკით რომ ახლა მე ვერ დავიწყებ იმის გამორკვევას შენ ახლა სიმართლეს მეუბნები იმას მეუბნები წადი და სასამართლოში ჯერ გაარკვია ესეა თუ არ არის და მე სასამართლო თუ უკვე გამოარკვევს რომ მართლა შენია, მე პრობლემა არ არის დაგირეგისტრირებ. იმიტომ რომ ქონია შემთხვევები მანდ ექსპერტიზაც ინიშნება მე თუ მიწის აზომვასთან დაკავშირებით არის პრობლემა და ხანდახან ხდება რომ აი მეზობლის მიწა ფარავს მეზობლის მიწა ფარავს ხო აი მე მქონია პირად ის შემთხვევა რომ რაღაც აი მიღება ჩაბარების აქტით ვირეგისტრირებდით ბებია ჩემის მიწის ნაკვეთს და გადაფარვაში არის უკვე სხვა ანუ სხვა ტყუილით თუ როგორ არ მინდა რა ეხლა ისე რომ რაღაცა იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან შეცდომა ის იყო რომ სამართლებრივად შეიძლება შეისყიდოს. ხო რა შეიძლება იმ ადამიანსაც რაღაცა არ ვიცი შეეშალა არ ვიცი ნუ გადაირეგისტრირა ზემოდან აი ეს კონფლიქტი სად წარმოიშობა რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე შეიძლება თქვათ ბებია ჩემს ლეგიტიმურად ქონდა ის მიწის ნაკვეთი გადაცემული მაგრამ ხო ვიცი ჩვენ რომ საქართველოში არსებობს შესაძლებლობა რომ უკანონოდ დასაკუთრებული მიწის ნაკვეთიც დავირეგისტრირებ. ვინდიკაციური სარჩელით გამოითხოვა უკან თუ რას? არა, სხვა რამის ვიძახი. ანუ საქართველოში არის ეხა რაზეც ვისაუბრეთ აქამდე, ეს არის, როდესაც ჩემი წინაპარი ლეგიტიმურად ფლობდა მიწის ნაკვეთს. რაღაცის საფუძველზე რა, ან საბჭოთა დროს, ან საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემდგომ რაღაცა სახელმწიფო უწყებამ რაღაცა უფლება დაუდგინა. ეს არის ერთი შემთხვევა და მეორე არის აბსოლუტურად სხვა. მეორე არის რომ ნუ უკანონოდ აი თქვაც შემოღობილი მაქვს რაღაც მიწის ნაკვეთი უკვე წლებია რა. არა მაქვს სახელმწიფოსგან ამაზე არავითარი ნებართვა არასდროს არ მემიღია. მაგრამ ამის დარეგისტრირება შემიძლია მაინც საკუთრებაში თუ ეს ყველაფერი, ანუ ეს უკანონო დასაკუთრება, ასე ვთქვათ, გავაკეთე 2007 წლის ივლისი, არ მახსოვს ზუსტად რომელი ივლისი, მაგრამ ამ დროს რა ლოგიკაა, ხო? ამ 2007 წლის ივლისში ძალაში შევიდა ის კანონი, რომელთაც ადამიანებს მიეცათ ეს უკანონო დასაკუთრებული მიწის ნაკვეთების უკვე ლეგალიზაციის შესაძლებლობა. ანუ უკანონოდ გააკეთე, მაგრამ საქართველოში იმდენი აუთვისებელი მიწის ნაკვეთია, რომ სახელმწიფომ რაღაცა თავის პოლიტიკის ნაწილად გამოაცხადა, რომ მოდი ამ ადამიანებს დაუკანონოთ ლეგალიზაცია გავუკეთოთ ამ მიწის ნაკვეთით. აი ეგ ძალიან კაი რაღაც თქვი, იმიტომ რომ აქედან შეგვიძლია გამოვიდეთ და აი ზუსტად
ამ თუნდაც ამ დეკლარაციების მიზანი ვთქვათ, რომ ერთ-ერთი შეიძლება იყოს, რომ უბრალოდ ცხადი იყოს, ვინ რამდენ ქონებას ფლობს, ხო, რა მიწა არის დასაკუთრებული, რამდენია სახელმწიფოს თავისუფალი და ასე შემდეგ. შეიძლება ეგ მიზანიც იყოს. ეგ მიზანი ნაკლებად გონია, იმიტომ რომ მაგას ახლა რეესტრის მონაცემები იმდენად კარგად უზრუნველყოფს, ახლა თუ შეგიძლიათ ნახოთ ესეთი ვებგვერდი არის maps, ანუ რუკები gov.g, სადაც ანუ რომ მიუთითოთ, აი მთელი საქართველოს რუკას გაჩვენებთ და ყველაფერს გაჩვენებთ, სად რა არის რეგისტრირებული და სად არ არის რეგისტრირებული, ეს პირდაპირ რუკის დონეზე შეგიძლია ეს ყველაფერი ნახო. ხო და აი რო გადავიდეთ ისევე უკანონოდ დასაკუთრებულ უძრავ ქონებებზე. აქაც ახლა ერთი კრიტერიუმი შემოვიდა, ხო, ანუ კანონმა მითხრა, რომ შენ თუ 2007 წლამდე რაღაცა უკანონოდ მიიერთე, ან სადღაც კონდეს, ოღონდ მე რო ეს ლეგალიზაცია გავაკეთო, უკვე უნდა მიმართო სახელმწიფოს თხოვნით. ანუ ის კი არ არის, რომ აი იმ წინა кейსი რაც მოვყევით, რომ იქ უკვე ჩემს წინაპარს ქონდა სახელმწიფოსგან მფლობელობა. ამ შემთხვევაში სხვა საფუძველი მაქვს, ეს ლეგიტიმურიდან კიდევ უფრო მეტად ლეგიტიმაციას ვითხოვდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან თხოვნით მივდივარ, რომ აი შენ რო კანონი გამოეცი, მაგაში ხვდები და გთხოვ დამირეგისტრირე, რაღაც ესეთი შინაარსი უფრო გამოდის. და აქ რა უნდა გავაკეთო? უნდა დავადასტურო, რომ 2007 წლის ივლისამდე დავისაკუთრე რაღაც უკანონოდ. იმის მერე არ ითვლება, იმის მერე არ არის კანონით გათვალისწინებული. აი 2007 წლამდე თუ რაღაცა უკანონოდ დავისაკუთრე, ეხლა უნდა დავადასტურო, რომ 2007 წლამდე მოხდა ეს ყველაფერი. ამისთვის არ შეიძლება გამოდგეს. შეიძლება გამოდგეს, რომ ეს მიწისნაკვეთი ღობით არის შემოღობილი და რაღაცა ღობე, აი რაღაცა მიგახვედრებს ადამიანს, რომ ეს გუშინ და გუშინ წინ არ არის გაკეთებული, აი დიდი ხნის გაკეთებულია. ერთი ეს შეიძლება ისევ მეორე ნაწილი კომუნალურები, აქაც მიუხედავად იმისა, რომ მიწისნაკვეთი შენ სახელზე არ იყო, ადრე დღეს აი ხა თქვენ სახელზე თუ არ არის, აბონენტად რეგისტრაცია ძალიან გაგიჭირდებათ, აი პრაქტიკულად ვერ დარეგისტრირებით, მაგრამ ადრე ეგრე არ იყო და ადრინდელი აბონენტის ნომერი თუ გაქვთ ამ უკანონო მიწისნაკვეთზე ვამბობ, იქ გადახდები და ისევ მოწმის ჩვენებები, რომ თქვათ მეზობლები თუ იტყვიან, რომ კი ეს 2007 წლამდე დაისაკუთრა რაღაცა ეგეთი кейსი გქონდა ზუსტად პრაქტიკაში, აი ლისის ზემოთ, სანამ განაშენიანება მოხდებოდა და ეს აითვისებდნენ ტერიტორიას, მანდ დაობდა ერთი ქალი ზუსტად ეგრე მიწის დაკანონებაზე უნდა და 2007 წლამდე იყო მფლობელობაში რაღაც და სხვათა შორის სასამართლომ რითიც დაუდასტურა, ეგ იყო, რომ კომუნალური გადახდების ჩეკები მიიტანა სასამართლოზე და დაადასტურა, რომ მამამის ეს ყოველთვიურად ქონდა გადახდილი თუ რაღაც რაოდენობა და ხო, იდეალურია, ანუ აი კომუნალურები თუ მიდანთ ყველაზე კარგი როგორც წესი ეგ არის რა მეგობრებო, ყველაზე მეტად მაგით გინდება რომ თქვენ მართლა 2007 წლამდე ფლობდით ამ მიწისნაკვეთს. შეიძლება აი ძალიან არასტანდარტული რაღაცეებიც გქონდეთ რა, რავი, ვიდეო კადრები შეიძლება გქონდეთ, ფოტო კადრები შეიძლება გქონდეთ, რომ აი რაღაცა დამადასტურებელი ხო, რა, აქ არის ეგრე ძალიან არ გზღუდავთ კანონი, რომ აი ამას ეს არ მაინტერესებს. აი თქვენ რომ მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს რომ მიმართავთ ამ თხოვნით, რომ უკანონოს ლეგალიზაცია გამიკეთე. აქ უკვე ბევრი რამე შეიძლება გამოიყენო შენ სასარგებლოდ, უბრალოდ აქაც ქონების მართვის სააგენტო იქნება ეს მუნიციპალიტეტის თუ სახელმწიფოსი, ის გადაწყვეტს რამდენად მოგცემენ ამ მიწისნაკვეთს, მაგრამ უარი რომ გითხრან ამ შემთხვევაშიც რახან ეს თქვენი კანონიერი უფლება იყო რომ დაგერეგისტრირებინათ თუნდაც უკანონოდ აღებული მიწისნაკვეთი, აქაც შეგიძლიათ წახვიდეთ სასამართლოში და ეხლა გავაერთიანოთ ის პირველი кейსი, ანუ როცა ლეგიტიმურად ფლობდნენ ჩემი წინაპრები და ეს მეორე, როცა არალეგიტიმურად ფლობდნენ ჩემი წინაპრები მიწისნაკვეთს. ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი საჩივრდება სასამართლოში. არ ვიცი ხა პირობას არ ვიძლევი, მაგრამ ზოგადად ჩემი დაკვირვებიდან და ჩემი პრაქტიკიდან ვიძახი, რომ საკმაოდ ლოიალური არის სასამართლო ადამიანების მიმართ, როცა საკითხი ეხება უძრავ ქონებას, ხო? იმიტომ რომ უძრავი ქონების და ზოგადად საკუთრების უფლება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება არის. ეს პრაქტიკა რეალურად რომ თუ არავინ არ ედავება და რაღაც უბრალოდ მარტივად ხდება მაგის გადაწყვეტილების. მეგობრებო, აი უკანონო ქონებებით, აი სასწაული რაოდენობის მიწისნაკვეთები მინახავს, რომ დაირეგისტრირა ადამიანმა, ანუ გულისხმობ 20 ჰექტარსაც, 30-საც, 40-საც, ანუ ძალიან დიდ რაოდენობებზეა საუბარი. ხო და რა ვიცი, თუ რაღაცა გაქვთ, კაცმა არ იცის ხვალ ეს კანონი ისევ იქნება თუ არა ძალაში, გულისხმობ აი უკანონო მიწისნაკვეთის ლეგალიზაციას
ასე რომ თუ იმეს რაღაცა ესეთი სიტუაცია გაქვს, ხო, და სანამ ეს კანონი არსებობს, ნუღა დაკარგავთ დროს ჩემი აზრით და დროზე მიხედით ამბავს, იმიტომ რომ ეს ისეთი კანონია, რომელიც რომ გაუქმდეს დიდად ესე არაკონსტიტუციური არ იქნება, იმიტომ რომ ისაც სახელმწიფოს კეთილი ნება იყო ეგ რომ უკანონოდ გაქვს და ჯანდაბას მოდი დაგირეგისტრირებ. და ხვალ ეს რო გამოიხმოს, ვერც ვერ მიედავები რა, ისე იმიტომ რომ მისი გამოწვდენი ხელი იყო. ერთ თემას შევეხოთ კიდე და მე პრაქტიკული პატარა кейსი მინდა კიდე გითხრა, რაც ჩვენ პრაქტიკაში იყო კონსტიტუციაზე, იმიტომ რომ ძალიან გავაბრაზეთ ქარი ჩვენი პასუხით, მოკლედ მაგ შემთხვევაში და ეგეც მინდა რომ გავიარეს და აი ბოლო მნიშვნელოვანი საკითხი კიდე ერთ-ერთი ნუ ბოლო არა, ვერ ამოვწურავთ ცხადია, მაგრამ მაინტერესებს როგორი საკითხი. აი ხალხი ფიქრობს თუ სულ სახელმწიფოს ქონებაშია გადასული, ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში რაღაც ქონება გადასული, იმის საკუთრებაში მიღება უკვე აღარ შეუძლიათ. უკანონო ქონებაზე, აი უკანონოდ რომ აქვს მის საკუთრებული ქონება და ამის ლეგალიზაციას ვითხოვ სახელმწიფოსგან 100-დან, რავი, 100 შემთხვევაში ეს ქონება არის ან სახელმწიფოსი, ან მუნიციპალიტეტის. ანუ ეს ყოველთვის ან სახელმწიფოსი ან მუნიციპალიტეტის. ეს უკვე აყვანილი, იმიტომ რომ მესაკუთრის გარეშე იყო. ხო, რა, სახელმწიფოს ეს ყველა არის სახელმწიფოს საკუთრება. თუ ვიღაცა უკვე ფიზიკურ პირის საკუთრებაში აქვს სულ რომ მე 2007 წლამდე ეს უკანონოდ ქონდა მისაკუთრებული და 2007 წლის მერე ვიღაც ფიზიკურმა პირმა ან აუქციონის, ანუ ან სახელმწიფო პრივატიზების, ან სხვა საფუძვლებით სხვა პირმა დაირეგისტრირა. სანამ შენ დაირეგისტრირებდი ყოველ შემთხვევაში. დიდი ალბათობით ვეღარაფერს ვეღარ იზავთ რა. ეგ ამბავია. იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა სხვამ რო იყიდა მე ეს მიწისნაკვეთი, ამიტომაც უნდა იჩქაროთ რა, ერთი ის რომ შეიძლება ეს კანონი გაუქმდეს ოდესმე ეს უკანონოს დასაკუთრებაზე. და მეორე ის რომ თქვა ხო ინვესტორს რომ მიიყიდოს სახელმწიფო აუქციონზე იგულისხმება რა ხა შეუძლებელია რომ იმ ინვესტორს ქონოდა ინფორმაცია რომ აქ ვიღაცას უკანონოდ აქვს ეს აღებული და აქვს უფლება რომ მცადოს რომ დაირეგისტრიროს. ახლა ამის გამო იმ ინვესტორს არავინ აღარ წაართმევს უკვე რომ იყიდის მაგნიტის. რა თქმა უნდა, რეალურად მოთხოვნის უფლებაც აღარ გექნება მაშინ, იმიტომ რომ შენი საკუთრების უფლება თუ არ არსებობს, გასხვისდება ჩვეულებრივად. ხო. პრაქტიკაში ეს შეიძლება ლეგიტიმური მიწისნაკვეთზეც მოხდეს, ანუ ჩემი წინაპრების ლეგიტიმური მიწისნაკვეთიც თუ ფეხზე გადავიდე და არ დავირეგისტრირე არასდროს და ვიღაცამ საბოლოოდ სახელმწიფოსგან იყიდა ან მუნიციპალიტეტისგან. იმ ადამიანს მე ვეღარაფერს დაუშავ დიდი ალბათობით მაქსიმუმ სახელმწიფოსთან თუ შევალ დავაში რომ აი შენი შიდა არქივები უნდა შეგემოწმებინა რომ აქ რა ხდება აი მაგრამ აქაც უკვე ძალიან პრობლემური ცოტა რთული იქნება მაგრამ ხო ანუ გააჩნია რა დოკუმენტი გაქვთ და რა ქმედებები გაქვთ განხორციელებული ამ მიწისნაკვეთზე რა და აი მყიდველსაც გააჩნია ვინ არის აი მყიდველი თუ რაღაცა თქვენი გვერდზე მეზობელი იყო ვინც ან თქვენი ლეგიტიმური მიწისნაკვეთი მიიტაცა ასე ვთქვათ რა ირიბად იმას მიედავებით, იმიტომ რომ დიდი ალბათობით უნდა სწოდნოდა რომ ეს თქვენი ბაბუის იყო, თქვენი მამის იყო. ანუ აქ შეიძლება, მაგრამ ხა თუ რაღაცა უბრალოდ ბათუმიდან ვიღაცა ჩამოვიდა, გაიარა ამ რაღაცა თქვენს მაგალითად, რა ვიცი, ძეგლში ცხოვრობთ, ხო? აი ძეგლში გაიარა, ეს რა კაი მიწისნაკვეთია, შევიდა რეესტრში და იმის მიუხედავად რომ ეს ბაბუა თქვენს ეკუთვნის, იქ სახელმწიფო სახელზეა რეგისტრირებული, იმიტომ რომ თქვენ აქამდე არაფერი გაიკეთებიათ და იყიდა ამ ბათუმელმა ადამიანმა თქვათ ეს ძეგლში მიწისნაკვეთი თქვენ აი ვერ დაუმტკიცებთ უბრალოდ რომ აი მან რაღაცა არაკეთილსინდისიერად გააკეთა და იცოდა რომ თქვენი იყო და რაღაცა ვერ იზავ. გაუკეთებია კანონით რომ მივიდეს. ხო, აი იმიტომ გავყავი რა, აი შეიძლება მეზობელს კიდე მიედავო რომ შენ რანაირად არ იცოდი რომ ეს შემია, მაგრამ გარეშე პირს ვერ დაუმტკიცებულ, აი ძალიან რთული დასამტკიცებელია რომ მან იცოდა, ან უნდა სწოდნოდა რომ ეს თქვენია. ეს პრაქტიკულად უკვე გადადიხარ აი არარეალურ საქმეში რომ ეგ მოიგო. რას ნიშნავს სამკვიდრო გახსნა? ან მინახავს რომ აი ჩემთანაც დაურეკავთ და მეუბნები რომ სამკვიდროს გახსნა მინდა. სამკვიდროს გახსნა ჩვენზე არ არის დამოკიდებული ნოტარიუსი. არა, არც ნოტარიუსი. ანუ ღმერთზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ადამიანი თუ გარდაიცვალა სამკვიდრო გაიხსნა. ამით დამთავრდა ეს პირველი მოქმედება. სამკვიდრო იხსნება გარდაცვალებით. მე რა უნდა გავაკეთოთ მემკვიდრეებმა? გვეძლევა 6 თვიანი ვადა, რომ ან მივიდე ნოტარიუსთან და მოვითხოვო სამკვიდრო მოწმობის მიღება, ან სამკვიდროს მიღების დადასტურება, ან ფაქტობრივად შეუდგე სამკვიდროს
და ფლობას რეალურად. აი 6 თვეში უნდა გავაკეთო ან ერთი ან მეორე. თუ არც ერთი ვქენი და არც მეორე, აი მაგალითად, რავი, ჩემ თავზე მოდი არ მოიხარ ამ მაგალითს. თქვათ რა, არ ვიცი, მიხოს ყავს პეტრე და პავლე ხო შვილი რა. პავლე წავიდა რუსეთში, პეტრე აქ არის, მიხო რო გარდაიცვალა, პეტრე შეუდგა ჩვეულებრივად დანაშტი ქონების ფლობას 6 თვის განმავლობაში და მოდი გავუმარტივოთ პეტრეს საქმე და ნოტარიუსსაც მიმართა განცხადებით, რომ მომეცი სამკვიდრო მოწმობა. პავლე ამასობაში რუსეთში არის და რავი, არ იცის, თუ არ ვიცი რა შვება, მაგრამ ნუ არაკეთებს არაფერს ფაქტია. 6 თვე რო ამოიწურება და მარტო პეტრეს რო ექნება ნოტარიუსის მიმართული სამკვიდრო მოწმობაზე, მისცემს ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობა. მარტო ის თუ მიმართავს 6 თვეში, თლიანზე სამკვიდროზე მისცემს უფლებას? თლიანზე მისცემს, რა თქმა უნდა. და ვერაფერს ვეღარ შეცვლი რა მან რა რეალურად ახლა შეიძლება ცადო ანუ შეიძლება ნოტარიუსთან რაღაცა გითხრან ყავს კიდე ყავს თუ არა ძმა კიდე პირველი რიგის მემკვიდრე კიდე თუ არის ვინმე ერთია რომ მოიტყუო რაც ხო რომს დაირეგისტრირო მე უკვე შენ საწინააღმდეგოდ იქნება რომ რამე გამოყენებული და მეორე არის რომ არ ვიცი რა სად არის რა უბრალოდ რა ანუ არის ერთი იყოს იყო რაღაც ძალიან ჩახლართულად მომიყვა ნუ ჩვენი მხრიდან რაც იყო ჯერ ნოტარიუსთანაც არ ქონდა რაღაცები გარკვეული და ეგ იყო რომ გავუშვით და ნოტარიუსმა უთხრა უარი მაგაზე რომ აი მინდობილობა უნდა გამოგიზარდოს ნოტარიულად დამოწმებული საბუთი რომ თანახმაა და მე შეიძლებაო და ნუ ჩვენთან რომ მოვიდა და ახსნა და გამარტება გთხოვა, გაგრას მან დიჩხუბა რომ მე ვუთხრა. აი აქ ნოტარიუსი რაც აკეთებს ახლა ამ შემთხვევაში სწორად რა, ანუ როცა უკვე 6 თვე გავიდა და არც ეს მიუმართავს და არც მეორეს, უკვე ნოტარიუსი მან ხელს დაიბანს ყველა ვარიანტში და იტყვის რომ მოდი რა, ან სასამართლოში წადი და იგაარკვიეთ. ან რამდენი ხართ მემკვიდრე ერთმანეთში ან თუ მარტო ერთმა უნდა მიიღოს მეორეს თანხმობა მომიტანე რომ პრეტენზია არ აქვს. ხო, ეგ სანამ ვადა გავა. ვადა რო უკვე გასულია, მაგრამ ვადაში ანუ იმ ადამიანს ენიჭება რეალურად უპირატესობა, ვინც თავისი უფლებით დადგენილი უფლებით ისარგებლებს რა. ანუ მე რომ მიმართე 6 თვეში და სხვა არა, მე უკვე წინ ვარ ასე ვთქვათ წაწეული რა. ასე რომ ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს მე მგონი დამოუკიდებელი საქართველოს ისიც არ არის მონაგონი ეს 6 თვე, ანუ ეს საბჭოთა კავშირის დროსაც მე მგონი ესე იყო და რა ხო რა ეს 6 თვე დიდი ხანია ეს არ მგონია არსებობდეს ადამიანი ვინცაც აი ყურიც კი არ ქონდეს მოკრული რომ 6 თვეში რაღაცა უნდა გააკეთო როცა შენი მემკვიდრებელი გარდაიცვალა. ხო ეგ მეც დიდი ხანი მახსოვს რომ ზოგადად წესად არის და არ შეცვლილა არაფერი იმაში. ხო და ნუ ამ შემთხვევაში პავლე დაიჩაგრება თუ არ მოიგება გონს ასე ვთქვათ და არ მიბაძავს პეტრეს და 6 თვის მანძილზე არ შეიტანს განცხადებას. აი ხა წეგან ხო თქვი რომ ორი არის რა 6 თვეში ან განცხადება უნდა შევიტანოს სანოტარო ორგანოში ან ფაქტობრივად უნდა შეუდგე ქონების ფლობას. აი 6 თვის მერე ნოტარიუსს რომ მიუმართო და უთხრა რომ მე ფაქტობრივად დავიწყე 6 თვეში ფლობა და დამირე მომეცი ხა სამკვიდრო მოწმობა შეიძლება მომცეს იმ შემთხვევაში თუ კი ჩემს მიერ დანაშტი ქონების ფლობა უტყუარა დასტურდება ისე ვიქრო წავიდე ისე კომუნალურებზე რო წავიდე კომუნალურები თქვათ მანქანაზე თუ ასაუბარი ტექ პასპორტი მე მაქვს მაგალითად ავტომობილის ეს უკვე ძალიან კარგი არგუმენტია რომ ესე იგი ჩემს ფაქტობრივ პრობლემებაშია ხო რა ანუ თუ რაღაცა ძალიან ბევრი კარგი მტკიცებულება მქონდა ანუ შეიძლება ნოტარიუსმა მაინც მომცეს რა სამკვიდრო მოწმობა მაგრამ ხშირ შემთხვევაში 6 თვის მერე ძალიან ბევრი ნოტარიუსი მაინც ერიდება ამ საკითხებს მაინც ახიფათოა მაგრამ ხო იმიტომ რომ ხო რა და აბსოლუტურად მესმის მათიც და მეც ეგრე მოვიქცეოდი ალბათ რომ 6 თვე თუ გასულია და არცეც არ აქვს მიმართული მეც ვეტყოდი რომ სასამართლოში გაარკვიეთ ეს ამბავი ხო ეს არის მოკლედ ეს თორე თემა მოუწურეთ ისე როგორც შეგვეძლო ნუ ერთ საათის ფორმატში რეალურად იურისპრუდენცია ისეთი სფეროა რაზე ლაპარაკსაც ვერასდროს ვერ მორჩები ნებისმიერ თემაზე რომ დაიწყო იმიტომ რომ ყველას თავისი აზრი ხედვა და ასე შემდეგ აქვს პირველ რიგში მადლობა შენ რომ დრო გამოყავი დაგვითმე და ეს საინტერესოდ ისაუბრე ჩვენს პირველ პოდკასტში თქვენ კი გეტყვით იმას პირველ რიგში რომ მადლობა თუ გვიყურეთ და მოგეწონათ მით უმეტეს ჩვენი პოდკასტი ჩვენ
ამიერი და მეცდებით რომ ყოველკვირეული ფორმატი მივცეთ ამ პოდკასტებს, მაგრამ ახალი წრეებიდან გამომდინარე ალბათ იქნება ის მომენტი, რომ რაღაც ცოტა ხანში განმოახლებთ ჩაწერებს. ძალიან გაგვიხარდება თუ დაგვიტოვებთ უკვე კავშირს, გავიგებთ როგორ მოგეწონათ, რამდენად ინფორმირებული ხართ ამ პოდკასტის ყურების შემდეგ, იმიტომ რომ გვინდა რომ ეს ფორმატი გავხადოთ ის, რასაც ადამიანი მარტივად უყურებს და რაღაცა ინფორმაციას მიიღებს, რაც მერე გამოადგება. ბატონო. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, როგორც გითხარით, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი Facebook, Instagram გვერდები, Lowline-ი შეგიძლიათ მოწებნოთ. და ნებისმიერ შემთხვევაში გაგიწევთ ყველა ტიპის იურიდიულ მომსახურებას. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. და ერთ რას დავამატებ უბრალოდ. ხო, აი რაც თქვით რა პოდკასტის დასაწყისში, რომ ესე ზოგადი თემის კონტექსტში, რომ მოდი ახლა ქონებაზე მოგვიყევი, ქონების გასახადზე, ან ამაზე კი შეგვიძლია ლაპარაკი, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი ძალიან ბევრი რამე ხა დარწმუნებული ვარ, რომ არასრულ ყოფილად თქვი, იმიტომ რომ კიდე ბევრი რამეა სათქმელი იგივე მემკვიდრეობაზე, იგივე მიწებზე, იგივე ქონების გასახადზე და რეალურად ჰინტები რაც თქვა ჩამოწერილი, ეგეც ვერ ამოვწურეთ. ხო, ეგეც ვერ ამოვწურეთ ერთ საათში და ამიტომ ნენელა ყოველ შემთხვევაში ესეთი ამბიცია გვაქვს, რომ თქვენ რომ დაგვიტოვებთ უშუალოდ მესმის რომ საჯაროდ შეიძლება არ გინდა თქვენ პრობლემაზე საუბარი და კომენტარად არ დაგვიწეროთ, მაგრამ ამიტომ პირად შეტყობინებაში მოგწერეთ. ანუ თქვენ რა პრობლემაზეც მოგვიყვებით, რომელიც უშუალოდ თქვენ გიკავშირდებათ, აი მაგალითის ფონზე ის რომ თქვენ სახელს არ გამოვაჩენთ, შევცვლით აი როგორც წეღარ მიხო იყო და პეტრე იყო და პავლე იყო, გარდა იმ შემთხვევისა თუ მართლა იქ ქვიათ. ხო რა, მოგვიყევით თქვენს პრობლემაზე და ეგრე მე მგონი უფრო საინტერესო ფორმატი გამოვა, რომ აი პირდაპირ მეც მერე უკვე და სხვა იურისტებს ვინც აქ მოვლენ, ექნება შესაძლებლობა რომ აი მოდი ეს პრობლემა რაში ნარსის არის და როგორ შეიძლება ეშველოს და ესე უფრო კარგად ამოვწურავთ საკითხებს. რეალურად ის არის, რაც რეკლამა ვიდეოში იყო, ფორმატი ეგ არის, რომ რეალურად უფასო კონსულტაციას რჩევებს და ასე შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე მიიღებთ. პირველად კონსულტაციას. პირველად კონსულტაციას, რაც გაინტერესებთ, ესე საბაზისო ინფორმაციიდან გამომდინარე. იმიტომ რომ მეგობრებო, მართლა ხა თუ არ შეგხვდით და არ დაგელაპარაკეთ და დოკუმენტები არ მომაწოდეთ, ვერ მოგცემთ ის რჩევას, რომელზეც გეტყვით, რომ ეს ამ რჩევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ რჩევას გეუბნები. ეს ვერ მოხდება ამ ფორმატში, მაგრამ მე მგონი იმისთვის რომ რაღაცა გაიგო თქვენი პრობლემის შესახებ, ძალიან კარგი რესურსია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობრები გყავს, ვინც კონკრეტული სპეციალიზაციითაც მუშაობენ და თუ შევამჩნიეთ, რომ მაგალითად ბევრი შეკითხვა შემოდის სისხლის სამართლის რაღაცა კონკრეტულ საკითხზე, ან საგადასხო სამართლის კონკრეტულ საკითხზე, გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ისეთი ადამიანი მოვიწვიოთ, ვინც ზუსტად ამ საკითხებზე მუშაობს და მოკლედ მადლობა. მადლობა რომ გვიყურეთ და ელოდეთ ჩვენს მომავალ ეპიზოდს.